მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ კლასგარეშე კითხვა და ამჯერად ავირჩიეთ წიგნი სალამურას თავგადასავალი, რომელთა ხმოვანი წიგნები განთავსებულია ჩემ არხზე, ჩემს არხზე, ხედავთ აქ სალამურას თავგადასავალი. ჯერ ყველა თავი არ არის ატვირთული, მაგრამ ნელ-ნელა დანარჩენი თავიც ამ წარმოებისა, ასე გახმოვანებით აიტვირთება, რა თქმა უნდა. ამჯერად ჯერ ქონდა წასაკითხი პირველი თავი სალამურას თავგადასავალისა და დავალება მდგომარეობდა შემდეგში. პირველი რაც გვევალებოდა იყო ყურადღებით მოსმენა, თუ რა თქმა უნდა წიგნი გვაქვს, კარგია თუ ასევე წავიკითხავთ იმ პირველ თავს, რაც გვაქვს ასე ვთქვათ დავალებული და ყურადღებას ვაქცევთ, რომ კითხვის დროს ვიყოთ მაქსიმალურად ჩართული გონებით, რომ შეკითხვებზე პასუხი გავცეთ შემდგომ სკოლაში და ყურადღებით ვიკითხოთ და დავიმახსოვროთ სხვადასხვა დეტალები. აი ამ თავიდან ნაწყვეტები, რათა შემდეგ რომელი მომენტიც თქვენ გეადვილებათ დასახატად თუნდაც ან რომელი მომენტიც ამ თავიდან თქვენ ყველაზე მეტად მოგეწონათ ემოციურად თუ ვიზუალურადაც წარმოვიდგინეთ და დასახატად მოგეჩვენათ, რომ ძალიან თქვენთვის სასურველია, აი ეს მომენტიც უნდა დაგვეხატა. ამჯერად კი წარმოგიდგენთ ჩვენი მააშოს ულუკიანის ნამუშევარს, ვფიქრობ, რომ ყველასთვის საინტერესო იქნება. ვინც დაინტერესდება ამ წიგნის წაკითხვით, ჩემს არხზე დასაკრავსიებში მონახავთ სალამურას თავგადასავალი, ასე ქვია სათაური ასეთი აქვს დასაკრავსიას და აქ არის ჩატვირთული ყველა ის გახმოვანებული თავი სალამურას თავგადასავალ წიგნიდან, რომელიც უკვე ატვირთულია YouTube-ზე. მაშასი ახლა კი მაშოს ვესტუმროთ. ეს არის ჩვენი გვერდი Padlet-ზე და აი ეს განყოფილება არის ჩვენი კლასის. იმედია გახსოვდა იცით, მაგრამ მაინც შეგახსენეთ. ახლა კი გადავიდეთ მაშოს გვერდზე. ეს არის ჩვენი მაშიკოს აი ეს გვერდი Padlet-ზე. სალამურ ამ წიგნის კითხვა ჩვენ დავიწყეთ მეორე კლასში, მაგრამ რადგანაც რაღაც ვერ მოხერხდა, რაღაც ეს ბოლომდე წაკითხვა, რაღაც მალევე როგორც ჩანს გვიან დავიწყეთ და ვერ მოვასწარით და გადავწყვიტეთ, რომ წელს უკვე თავიდან დაგვეწყო ამ წიგნზე მუშაობა, მისი წაკითხვა და აი ეს ამას რასაც ხედავთ, ეს არის შარშანდელი ნამუშევრები, ეს კი უკვე მესამე კლასში გაკეთებული და ატვირთული მასალაა ჩვენი მაშოს მიერ. ეს არის მისი ნახატი. შეგიძლიათ კომენტარებში, ბავშვებო, აქ მიუწეროთ კომენტარებში, რომელი მომენტი აქვს დახატული ჩვენს მაშოს და მიუწეროთ, რა თქმა უნდა, ისე ვიბიორებ, მიუწეროთ კომენტარებში და ნახოთ, სწორად გამოიცნობთ თუ არა. აი ეს არის გადიდებული ვარიანტი მაშოს ნახატისა, დააკვირდით, ვის ხედავთ სურათზე, რა მომენტია ეს პირველი თავიდან და ძალიან გთხოვთ, რომ მაშოსაც ძალიან ეს სიამოვნება გაუხარდება და რა თქმა უნდა მეც, რომ ბავშვებმა კომენტარებში დაუწეროთ, აი ეს რა მომენტია. კომენტარების ველი, ალბათ იცით, რომ აი აქ არის, გახსოვთ, აი აქ ჩაწერთ რა მომენტია დახატული მაშოს. როგორც ხედავთ, ვიდეოც აქვს ატვირთული მაშოს და ეხლა მოვუსმინოთ ვიდეოს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. მე დავხატე მომენტი, სადაც ქონდა ხსინავს და ეს იზმრება ციცინათელები და ბაია. ეხლა მე შეგისრულებთ ბაიას სიმღერას.
პატარა ნაზიფთებით ვიფრენზე ცისკარამდე გადავუფრენ დღეს და ველებს ნათელს მოვფენ ამ ღამეს გზაბნეულს გავუნათებ მისი სახლის გზას და კვალს მზის ხივებს რომ დავემალო მთვარე მომცემს საბანს გზაბნეულს გავუნათებ მისი სახლის გზას და კვალს მზის ხივებს რომ დავემალო მთვარე მომცემს საბანს. დიდი მადლობა მაშოს, ძალიან საინტერესო იყო. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, ყველაფერი ძალიან კარგად მოგიფიქრებია და იმედია ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ და შენ იქნები რაღაცნაირად მოტივატორი იმისა, რომ ბავშვებმა მოინდომონ იგივეს გაკეთება, ასე თეატრალურად ან როგორც მოახერხებენ, რაც შეეძლებათ, ნახატვით იქნება, შთაბეჭდილების გადმოცემით იქნება, რა მოეწონა ამ თავში განსაკუთრებით და ასე შემდეგ. სხვა ტიპის ვიდეო შეიძლება იყოს ჩაწერილი. დიდი მადლობა შენ, ძალიან გემოვნებით იყო ყველაფერი. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე და იმედია შენს მეგობრებსაც ძალიან მოეწონებოდათ ეს შენი გაკეთებული დავალება. მადლობა შენ და დედიკოს ალბათ დაგეხმარა დედიკოს. ან ვინც დაგეხმარა. ყოჩახ.